აღნიშნულ თემას ბიძინა ივანიშვილის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებით თია წულუკიანს უმაღლესი ხარისხი აქვს მიღებული და თუ საქართველოში ამ დონის სასწავლებლის დიპლომს არ აღიარებენ, ეს ძალიან სამწუხაროა. ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მინდა კითხოთ პრეზიდენტის თიას აქვს ისეთი ინსტიტუტი დამთავრებული, ისეთი უნივერსიტეტი საფრანგეთში, რომელშიც ძალიან რთულია მისი დამთავრება. ყველაზე მაგარი ვერც ერთი მოსამართლე ვერ იქნება მოსამართლე საფრანგეთში თუ ეს არ აქვს უნივერსიტეტი დამთავრებული, ის რაც თიამ დაამთავრა. მე ხო თუ საფრანგეთის დიპლომს არ ღებულობენ, საქართველოში ეს ძალიან ცუდია. ბიძინა ივანიშვილი დღეს 3 საათზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდება. შეხვედრა დახურული იქნება. კომენტარები მედიისთვის შეხვედრის შემდეგ გაკეთდება. პრემიერის განცხადებით ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს კოტე კუბლაშვილთან ამ თემებზე საუბარს. პრემიერის ინფორმაციით ვენეციის კომისიასთან შეხვედრამდე მხარეებმა ყველა სადაო საკითხზე მოლაპარაკება უნდა შეძლონ. მე ხვალ ხვდები კუბლაშვილს ჩემი მოთხოვნით, ჩემი სურვილით. მე მგონი დანიშნულია შეხვედრა, არ ვიცი ზუსტად რა დრო. და იქაც იგივეს გავიმეორებ, რომ ჩემი სურვილია, რომ მაქსიმალური ობიექტურობა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის, რაც გაკეთებულია ამ მიმართულებით და მაქსიმალურად მოვახერხოთ სასამართლოს ობიექტურობა. მინდა კითხოთ მიხეილ